ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ორგანიზაცია მოქალაქე ახალი პროექტის ფარგლებში ცალკეული არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის გამოძიებას იწყებს. მომზადდება დოკუმენტური ფილმები, რომლებიც მესამე სექტორის საქმიანობას შეეხება. გუშინ გადაცემა იმედის კვირაში რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ განაცხადა, რომ უცხოური ორგანიზაციების მიერ საქართველოსათვის გამოყოფილი გრანტები სოციალური პროექტების განხორციელებას უნდა მოხმარებოდა, თუმცა თანხა არჩევნების გაყალბებასა და პროპაგანდაში დაიხარჯა. ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული ორგანიზაციის მოქალაქის ახალ პროექტს 9+1 არასამთავრობო სექტორის დისკრიმინაციის მცდელობა დაფასებს დემოკრატიის ინსტიტუტი. ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე გენო გელაძე მოქალაქეს სხვა ორგანიზაციების დაფინანსების გაკონტროლების ნაცვლად საკუთარი შემოსავლების გასაჯაროებას ურჩევს. მილიონობით ფული სიდადან მოდიოდა საქართველოში სიღარიბის პროგრამის განსახორციელებლად. ეს ფული მიდიოდა NDI-ში, ცნობილი NDI და ევრაზიის ფონდში. აღმოჩნდა, რომ სიღარიბის დაძლევის მაგივრად, პროგრამის მაგივრად, ეს ფული მიდიოდა სხვადასხვა კვლევების გასაკეთებლად. ეს კვლევები პირდაპირ პოლიტიკური ხასიათის კვლევები იყო. ჩემთვის ამ დროს აღმოჩნდა, რომ ესეთი ორგანიზაციები, როგორიც არის სამართლიანი არჩევნები და გამჭვირვალე საქართველო, მილიონობით დოლარს ღებულობდნენ ამ სიგარების პროგრამიდან გამოყოფილი ფული. ბატონო გოგა. მე დაგიდებ თქვენ, ჩემო კარგო. ერთ-ერთი მიზანი უბრალოდ არის ის, რომ მოხდეს დისკრედიტაცია სამოქალაქო სექტორში. სანამ სხვა ორგანიზაციების დაფინანსების შემოწმების ინიციატივა გაუჩნდება ვინმეს, იქნებ ჯერ საკუთარი შემოსავლები გავასაჯაროოთ, არა? ვერც ერთი კერძო სუბიექტი, ვერც ერთ ორგანიზაციას ვერ შეამოწევს. ეს არის შეუძლებელი ქართული კანონმდებლობით. საქართველოში არის მაკონტროლებელი ინსტიტუტები, რომელთაც აქვს შემოწმების უფლება. ნებისმიერ არასამთავრობო ორგანიზაცია შეამოწმებს ან მისი დონორი ორგანიზაცია, ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სახელმწიფო უწყება.